ბუმერანგი. მოდით ნახოთ ექსპრეს გაშლა სახელწოდებით ბუმერანგი. რა ბუმერანგი უბრუნდება ჩაფიქრებულ პიროვნებას. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. შეხედეთ, აირჩიეთ სასურველი ვარიანტი. და ვნახოთ ინფორმაცია, რაც ამოვა. მათ ვინც ვერ მოასწარით არჩევა, დააპაუზეთ. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს პირდაპირ მნიშვნელობით საკმაოდ ძლიერად დაარტყავს ემოციურ მდგომარეობაზე, მის ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ბუმერანგი არსებული ადამიანისთვის იქნება სანერვიულო სიტუაციები, მისი მენტალური პრობლემები, ჯანმრთელობის კუთხით პრობლემები, გულსის ძარღვთა პრობლემებიც შეიძლება ითქვას პირდაპირ მნიშვნელობით და ფაქტიურად ეს ადამიანი, როგორც ასეთი, ღებულობს ნეგატივს და დარტყმას პირდაპირ მის ჯანმრთელობის თემებზე. მეორე ვარიანტი. არსებული პიროვნება პირდაპირ მნიშვნელობით იღებს ერთგვარი, ესე ვიტყოდი, ბუმერანგი პირდაპირ უბრუნდება იმ კუთხით, რომ მისი მხრიდან რაც იყო გარკვეული სახის ეს თქვენზე ზემოქმედების თემა იქნება, გარკვეული კუთხით თვალი იქნებოდა, რაც იქნებოდა, ფაქტიურად თქვენ ხართ ეს ტიპაჟის კატეგორია, რომელიც პირდაპირ როგორც ჩადოქარ შეუძლია აბრატკან მისცეს, ხო, პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ თქვენ გაქვთ ესეთი ძლიერი პოტენციალი, რომ არსებულ ადამიანს პირდაპირ უკანვე უკეთებთ დარტყმას, ანუ თქვენ ფიქრებთან ერთად თუ სიტყვებსაც დააყოლებ, რომ უსურვო კონკრეტულ ადამიანს რაღაცა კონკრეტული თემა, პირდაპირ უბრუნდება, ასე რომ სურვილი რაც გენდომებათ, რომ მას ასე ვთქვათ, გაუგზავნოთ და რასაც უსურვებ, ზუსტად ეს თემა აუსრულდება მას, როგორც პრაქტიკოსის თემაში. და მესამე ვარიანტი. რა უბრუნდება და ეს არის დასჯა კონკრეტული ენერგიების მიმართ. ერთი კონკრეტული ენერგიისგან არ იქნება. ეს იქნება სხვადასხვა სახის ენერგიებისგან დასჯა მისი. როგორც ფიზიკურ დონეზე, ანუ შეიძლება ჯანმრთელობის კუთხით პრობლემები შეექმნას, ასევე გარკვეული სახის პრობლემები ფინანსებში, სიყვარულში, ყველა მიმართულებაში. ანუ ფაქტიურად ეს ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ გახლეჩვის პოზიციაში შეიძლება აღმოჩნდეს და ყველა მიმართულებით ქონდეს პრობლემები შექმნილი.